მოგესალმებით მეგობრებო, წარმოგიდგენთ დანიელ კანემანის ცნობილი ბესტსელერის მიმოხილვის გაგრძელებას. თქვენს წინაშეა წიგნი „იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“, ნაწილი მეორე, ევრისტიკის გამრუდების მეთოდოლოგია. თავი პირველი, მცირე რიცხვების კანონი, ამონაკრების მოცულობა. არსებობს დიდი და მცირე მოცულობის ამონაკრები. დიდი ამონაკრები უფრო ზუსტ შედეგს იძლევა. მაგალითად, გსურთ დაადასტუროთ ჰიპოთეზა, რომ 6 წლის გოგონების სიტყვათა მარაგი საშუალოდ უფრო დიდია, ვიდრე იმავე ასაკის ბიჭების. მთელი მოსახლეობის მასშტაბით ჰიპოთეზა სწორია, მაგრამ თუ ექსპერიმენტს მცირე ამონაკრებზე ჩავატარებთ, შესაძლოა ვიპოვნოთ ჯგუფები, სადაც შესამჩნევი განსხვავება არ არის, ან ჯგუფები, სადაც ბიჭებს უფრო დიდი ლექსიკონი აქვთ. ამგვარად, სტატისტიკა ყველაზე ზუსტი იქნება საკმარისად დიდი ამონაკრების შემთხვევაში. ასევე, ტელევიზიით შეიძლება გვაცნობონ ჩატარებული კვლევის შესახებ, სადაც 300 პენსიონერის სატელეფონო გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდება, რომ 60% პრეზიდენტს უჭერს მხარს. აქედან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ პენსიონერები პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან და ამას ბევრი დაიჯერებს კიდევაც, რადგან, როგორც ვიცით, სისტემა ერთი ყოველთვის ყველაფერს ჭეშმარიტებად აღიქვავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩავრთავთ სისტემა 2-ს, დავფიქრდებით, რომ ეს ძალიან მცირე რაოდენობის ხალხია რამეზე მსჯელობისთვის და მაშინ დავინახავთ აქ სიცრუეს. პუნქტი პირველი, მიზეზი და შემთხვევითობა. ჩვენ უმეტესწილად მოვლენების სრული შემთხვევითობის არ გვჯერა, რადგან შემთხვევითი თანმიმდევრობების აღქმა რთულია. მაგალითად, განვიხილოთ სამშობიაროში ერთმანეთის მიყოლებით დაბადებული 6 ჩვილის სქესი. ჩვენ გვესმის, რომ ბიჭებისა და გოგონების გაჩენის თანმიმდევრობა სრულიად შემთხვევითია. ახლა განვიხილოთ 3 შესაძლო თანმიმდევრობა. ნებისმიერი მოცემული თანმიმდევრობა ისევე ალბათურია, როგორც დანარჩენები. ახლაც კი, როდესაც იცით, რომ ეს დასკვნა სწორია, ის მაინც ეწინააღმდეგება ინტუიციას, რადგან მესამე სტრიქონი ჩანს შემთხვევითი. თუ ზედიზედ 6 გოგონა დაიბადება, ჩვენ უარს ვამბობთ ასეთი პროცესის შემთხვევითობის იდეაზე და ვიწყებთ მიზეზების ძებნას. ან მაგალითად, თუ ხედავთ, რომ კალათბურთელი ზედიზედ 4 ბურთს აგდებს, ვიწყებთ რწმენას, რომ ეს შემთხვევითობა არ არის და საქმე დიდ პროფესიონალთან გვაქვს. მაგრამ როგორი სნაიპერიც არ უნდა იყოს მოთამაშე, წარმატებული ყორცნებისა და აცილებების თანმიმდევრობა აკმაყოფილებს შემთხვევითობის ყველა ტესტს. პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ჩვენ სამყაროში ხდება, დიდწილად შემთხვევითობაა. თავი 2. ღუზის ეფექტი. ღუზის ან მიბმულობის ეფექტს ვუწოდებთ სიტუაციას, როდესაც უცნობი ნიშნულის შეფასებამდე ცდაში მონაწილე პირები შემთხვევით რიცხვს წააწყდებიან. ამ დროს ადამიანების შეფასებები არ შორდება მოცემულ რიცხვს. აქედან გამომდინარეობს სახელიც მიბმულობა გარკვეულ წერტილთან. შემდეგ მაგალითზე ეს უფრო გასაგები გახდება. მაგალითად, თუ გკითხავენ, იყო თუ არა მაჰათმა განდი გარდაცვალების მომენტში 114 წელს გადაცილებული. თქვენ ალბათ უპასუხებთ, რომ არა და ივარაუდებთ, რომ ის დაახლოებით 90 წლის იყო. მაგრამ რომ ეკითხათ, იყო თუ არა ის 35 წელზე უფროსი, თქვენ ალბათ უპასუხებდით, რომ დიახ და ივარაუდებდით, რომ ის დაახლოებით 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანუ მაღალი ციფრის შემთხვევაში თქვენი ვარაუდიც უფრო მაღალი იქნება. არსებობს ღუზის 2 ეფექტი. პირველი არის ღუზის ეფექტი, როგორც კორექტირების საშუალება, სადაც ვიწყებთ მიბმულობის რიცხვით და ვაფასებთ, რამდენად მცირეა ან დიდია ის და თან ვაკორექტირებთ საკუთარ შეფასებას, ანუ გონებრივად ვშორდებით ღუზას. ამით აიხსნება ის მომენტი, როცა ჩქაროსნული მაგისტრალიდან ქალაქში შესვლის მერე ძღოლი ისევ მაღალი სიჩქარით მართავს მანქანას, განსაკუთრებით თუ ის მართვის დროს საუბრობს. ტრასაზე 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემდეგ ქალაქში შესვლისას ძღოლის სიჩქარის კორექტირებას ახდენს, მაგალითად 80 კმ/სთ-მდე და ეს მას მნიშვნელოვან შემცირებად ეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის საკმარისი. იგივე შეიძლება ითქვას მოზარდზე, რომელიც მაღალ ხმაზე უსმენს მუსიკას. როდესაც სახლში დაბრუნებული მშობელი სთხოვს ხმის დაწევას, მოზარდი ამას აკეთებს და მას ეჩვენება, რომ საკმარისად დაუწია ხმას, რადგან ახსოვს, როგორი იყო მანამდე და როგორ გახდა ეხლა. მაგრამ მშობლისთვის მუსიკა მაინც ძალიან ხმამაღლა ჟღერს. ამიტომაც იწყება ოჯახში კონფლიქტი. და მეორე, ეს არის ღუზა, როგორც წინმსწრები ეფექტი. ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილე პირებს დაუსვეს კითხვა ტემპერატურის შესახებ. გერმანიაში საშუალო წლიური ტემპერატურა 20 გრადუსზე მაღალია თუ დაბალი, ან გერმანიაში საშუალო წლიური ტემპერატურა 5 გრადუსზე მაღალია თუ დაბალი. შემდეგ იგივე პირებს მაშინვე უჩვენებდნენ ცუდი შრიფტით დაბეჭდილ სიტყვებს, რომლებიც უნდა ამოეცნოთ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კითხვა 20 გრადუსიანი ტემპერატურის შესახებ
აადვილებდა ზაფხულის სიტყვების ამოცნობას, მაგალითად, რუჯი და პაპანაკება. ხოლო კითხვები 5 გრადუსიანი ტემპერატურის შესახებ აადვილებდა ზამთრის სიტყვების ამოცნობას, მაგალითად, ციგა და ყინვა. ღუზის ეფექტი მეხსიერებაში ააქტიურებს აზრების სხვადასხვა კრებულებს ტემპერატურის მიხედვით. პუნქტი პირველი. ღუზის ინდექსი. ადამიანებს დაუსვეს შემდეგი კითხვა. ყველაზე მაღალი სეკვოიის ხე 365 მეტრზე მაღალია თუ დაბალი? ამ ექსპერიმენტში გამოიყენეს ზედა ღუზა 365. მონაწილეთა სხვა ჯგუფს შესთავაზეს იგივე კითხვა ქვედა ღუზით 55. მათ შორის სხვაობამ 310 შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფებმა სხვადასხვა საშუალო ვარაუდები გამოთქვეს: 257 და 86 მეტრი. სხვაობამ 171 მეტრი შეადგინა. ღუზის ინდექსი ეს არის 2 ნიშნულის შეფარდება გამოხატული პროცენტებში, ანუ ჩვენს შემთხვევაში გამოდის 55%. სხვა ექსპერიმენტში ადამიანებს სთხოვეს საქველმოქმედო ფონდში ყოველწლიურად გადაეხადათ გარკვეული თანხა ზღვის ფრინველების გადასარჩენად. ღუზის გარეშე ადამიანები მზად იყვნენ $64 დონაცია გაეკეთებინათ. თუ მათ თავდაპირველად ეკითხებოდნენ, ხომ მათ ათანხმდებოდნენ ისინი $5 გადახდას, მაშინ ადამიანები მზად იყვნენ მაქსიმუმ $20 გადაეხადათ. მაგრამ, როდესაც ცდაში მონაწილე პირებს ეკითხებოდნენ, მზად იყვნენ თუ არა ფონდში $400 შეეტანათ, გადახდის სურვილი საშუალოდ $153-მდე იზრდებოდა. ღუზის ეფექტი ამ შემთხვევაში 30%-ზე მეტი აღმოჩნდა. ანუ, თავდაპირველი მოთხოვნის $100-ით გაზრდამ შენატანის საშუალოდ $30 ზრდა გამოიწვია. ხელოვნების ნიმუშების აუქციონზე წინასწარი შეფასება ესეც ღუზაა, რომელიც გავლენას ახდენს პირველ შეთავაზებაზე. მეორე პუნქტი: ღუზების მართვა და მათი ბოროტად გამოყენება. ღუზის ეფექტის გამო ჩვენ ადვილად ვექცევით შთაგონების ქვეშ. ამ ეფექტს იყენებენ მარკეტინგში. მაგალითად, მაღაზიებში ყიდებენ განცხადებას შეზღუდული გაყიდვების შესახებ. მაგალითად, მაქსიმუმ 12 კილა ერთ ადამიანზე. შეზღუდვისას კლიენტები საშუალოდ 7 კილას ყიდულობდნენ, ანუ ორჯერ მეტს, ვიდრე მაშინ, როცა ეს განცხადება არ იყო. აქ მუშაობს არა მხოლოდ ღუზის ეფექტი, არამედ მასობრიობის ეფექტიც. ანუ, თუ საქონელი სწრაფად იყიდება, ეს ნიშნავს, რომ ბევრს მოსწონს. აქედან გამომდინარე, ის კარგი უნდა იყოს. თავი მესამე: ხელმისაწვდომობის მეცნიერება. ხელმისაწვდომობის ევრისტიკა ეს არის ფსიქოლოგიური ტერმინი, რომელიც აღწერს ადამიანის მიდრეკილებას შეაფასოს მოვლენების ალბათობა იმის მიხედვით, თუ რა სიმარტივით ახსენდება მას ამ მოვლენის მაგალითები. თუ მოვლენის გახსენება ან წარმოდგენა ადვილია, ადამიანი მიდრეკილია ის უფრო ალბათურად ან გავრცელებულად მიიჩნიოს. მაგალითად, როცა მედია ხშირად აშუქებს გარკვეული ტიპის მოვლენებს, შეიძლება გვეგონოს, რომ ისინი უფრო ხშირია ვიდრე სინამდვილეში. ჰოლივუდის ვარსკვლავების განქორწინებები დიდ ყურადღებას იპყრობს და მაგალითები ადვილად გახსენდებათ. ამიტომ თქვენ სავარაუდოდ იტყვით, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავების განქორწინებები საკმაოდ ხშირია. დრამატული მოვლენა ასევე დროებით ზრდის ამ მოვლენის კატეგორიის ხელმისაწვდომობას. მაგალითად, თვითმფრინავის კატასტროფა, რომელიც მედიის ყურადღებას იპყრობს, გარკვეული დროით შეცვლის თქვენს წარმოდგენას ფრენების უსაფრთხოების შესახებ. ხოლო თუ გზის პირას დამწრეული მანქანა დაინახეთ, გარკვეული დროის მანძილზე იფიქრებთ ავარიებზე და სამყარო უფრო საშიში მოგეჩვენებათ. ამას ასევე შეიძლება დავუმატოთ პირადი გამოცდილებაც, რადგან საკუთარი ცხოვრებიდან მაგალითები მეტად ხელმისაწვდომია ჩვენთვის. უსამართლოდ გამოტანილი განაჩენი თქვენს სასამართლო საქმეში უფრო მეტად შეარყევს თქვენს რწმენას სამართლიანობისადმი, ვიდრე საგაზეთო რეპორტაჟი მსგავსი შემთხვევის შესახებ. ამ ცრუ რწმენების დასაძლევად საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვები. მივიჩნევ თუ არა თვითმფრინავის ფრენა სახიფათოდ იმ შემთხვევის გამო, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში 10-ჯერ ხდება. სხვა ექსპერიმენტში მეუღლეებს კითხეს: სახლში წესრიგის შენარჩუნებაში რამდენი იყო თითოეული წილი პროცენტებში? როგორც მოსალოდნელი იყო, მეუღლეების მიერ დასახელებული პროცენტების ჯამი 100-ზე მეტი აღმოჩნდა, რადგან ორივეს საკუთარი ძალისხმევა ბევრად უფრო ნათლად ახსოვს, ვიდრე მეორე ნახევრის წვლილი. მაგრამ ერთ-ერთ მათგანს, რომ დაესვა საკუთარი თავისთვის კითხვა, გუშინ ნაგავი რომ გავიტანე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ცოლზე მეტი გავაკეთე. შედეგი სხვანაირი იქნებოდა. პუნქტი პირველი: ხელმისაწვდომობის ფსიქოლოგია. შეასრულეთ სავარჯიშო. გაიხსენეთ და ჩამოწერეთ საკუთარი შეუპოვარი ქცევის 6 შემთხვევა. შემდეგ შეაფასეთ თქვენი შეუპოვრობის დონე. ჩაიწერეთ შედეგი ფურცელზე. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ გთხოვეს არა 6, არამედ 12 მაგალითის მოყვანა. ჩათვლიდით თუ არა თქვენს შეუპოვრობა სხვანაირად. იმაზე თუ როგორ აღიქვამს ადამიანი თავის ხასიათს, გავლენას ახდენს ორი ფაქტორი. ეს არის მოყვანილი მაგალითების რაოდენობა და სიმარტივე, რომელთაც მათ გახსენებას ახერხებთ. ერთი მხრივ, თქვენ მოგყავთ თქვენი შეუპოვრობის ბევრი მაგალითი. მეორე მხრივ,
პირველი 3-4 მაგალითი ალბათ ადვილად მოგივიდათ თავში, ხოლო 12-დან ბოლო შემთხვევებზე ალბათ დიდხანს მოგიწიათ დაფიქრება. ცდაში მონაწილე პირები, რომლებმაც 12 მაგალითი ჩამოთვალეს, თავს ნაკლებად შეუპოვრად თვლიდნენ, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ 6 ჩამოთვლიდა. როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ის ადვილად ვერ იხსენებს თავისი შეუპოვრობის მაგალითებს, მაშინ ის ალბათ სულაც არ არის შეუპოვარი. გამოვლინდა, რომ თვით შეფასებაზე ძირითადად გავლენას ახდენდა სიმარტივე, რომლითაც სხვადასხვა მაგალითები გვახსენდებოდა. მაგალითების სწრაფად გახსენების შეგრძნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიდრე მათი რაოდენობა, მაგრამ თუ ექსპერიმენტის მონაწილეებს აჩვენებდნენ მათი მიერ აღქმული სიჩქარის ცვლილების მიზეზს, მაგალითად ეთყვიან, რომ ფონად ჩართული მუსიკა გავლენას მოახდენს დავალების შესრულების სიჩქარეზე, მაშინ ცდაში მონაწილე პირები ერთნაირად აფასებდნენ თავს, როგორც 6, ასევე 12 მაგალითის მოყვანისას. ეს იმიტომ ხდება, რომ სისტემა 1 ფერ ხდება, როდესაც გახსენების სიჩქარე მოულოდნელად მცირდება, მაგრამ სისტემა 2-ს შეუძლია სისტემა 1-ის მოლოდინების გადაწყობა, ისე, რომ გასაკვირი მოვლენა ნორმალურად აღიქმებოდეს. დავუშვათ, გითხრეს, რომ მეზობელი სახლიდან 3 წლის ბიჭი სასეირნოდ ხშირად გამოყავთ ცილინდრით თავზე. ასეთი ბიჭის ცილინდრში შეხვედრისას თქვენ გაცილებით ნაკლებად გაგიკვირდებათ, ვიდრე გაფრთხილების გარეშე გაგიკვირდებოდათ. ასეა ჩვენ შემთხვევაშიც მუსიკასთან დაკავშირებით. თავი 4. ხელმისაწვდომობა, ემოციები, რისკი. მოვლენების სიხშირის ჩვენი შეფასებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად გვესმის ამ მოვლენის შესახებ. მაგალითად, უბედური შემთხვევით გარდაცვალება 300 ჯერ უფრო ხშირად მიიჩნიეს, ვიდრე დიაბეტით გარდაცვალება. თუმცა, რეალური თანაფარდობა შეადგენს 1/4-ის წინააღმდეგ. ან ტორნადო სიკვდილის უფრო ხშირ მიზეზად დაასახელეს, ვიდრე ასთმა, თუმცა ასთმით 20 ჯერ მეტი ადამიანი კვდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ამბების გაშუქებისას მედია როგორც წესი უჩვეულო ტრაგიკული მოვლენებისკენ იხრება, რითაც მათ მეტყურადღებას აქცევს. და შესაბამისად ეს მოვლენები უფრო ხშირად წარმოჩინდება ვიდრე სინამდვილეშია. თავი 5. ტომის სპეციალობა. გადაჭერით შემდეგი ამოცანა. დაალაგეთ ტომის მიერ უნივერსიტეტში შესასწავლის სავარაუდო შემდეგი 9 სპეციალობა კლებადი ალბათობის მიხედვით. პასუხი ასეთია. რადგან ტომი შემთხვევითი ადამიანია, სავარაუდოდ ის სწავლობს იმავე საგნებს, რასაც უმრავლესობა. ანუ ჩვენ ვანაწილებთ სპეციალობებს სტუდენტების რაოდენობის მიხედვით. ამას აპრიორული ალბათობა ეწოდება. ანუ ალბათობა იმისა, რომ ტომი საზოგადოებრივ მეცნიერებებს სწავლობს. ან ამ სფეროში სტუდენტების წილის ტოლია მათი საერთო რაოდენობიდან. მაგრამ თუ დამატებით ინფორმაციას მოგცემენ, მაგალითად ფსიქოლოგიის დახასიათებას, სადაც ნათქვამია, რომ ტომს მაღალი ინტელექტი აქვს, ზუსტი მეცნიერებებით არის გატაცებული, ან თვითგანვითარება ახასიათებს და სამეცნიერო ფანტასტიკური ტიპის ტექსტებს იყენებს და ასე შემდეგ. მაშინ დავიწყებთ ტომის აღწერილობის შედარებას სხვადასხვა სპეციალობების სტერეოტიპებთან. მაგალითად, თვითგანვითარება და სამეცნიერო ფანტასტიკური ტიპის ფრაზები შეიძლება კომპიუტერულ მეცნიერებებს მივაკუთვნოთ, ხოლო ზუსტი სისტემები საინჟინრო საქმეს. ამიტომ სპეციალობების ალბათური რიგი მნიშვნელოვნად შეიცვლება. მესამე დავალებაში პირებს მისცეს მთელი ინფორმაცია ტომის შესახებ, ანუ მისი აღწერილობა და სტუდენტების განაწილების აპრიორული ალბათობა თითოეული სპეციალობის მიხედვით. მაგრამ უთხრეს, რომ ტომის აღწერილობის წყარო არც თუ ისე სანდოა. მიუხედავად ამისა, ადამიანები ყურადღებას მხოლოდ აღწერილობის სტერეოტიპებთან მსგავსებას აქცევენ. ამას რეპრეზენტაბელურობა ეწოდება და უგულებელყოფენ როგორც განაწილების აპრიორულ ალბათობას, ასევე აღწერილობის სისწორეში ეჭვს და მაინც პირველ საგნად კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ასახელებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ აპრიორული ალბათობის გამოთვლა უფრო რთულია, ვიდრე მსგავსობით შედარება, ხოლო სისტემა 1 ირჩევს იმას, რაც უფრო ადვილია. პირველი პუნქტი: რეპრეზენტაბელურობის ნაკლოვანებები. ზოგჯერ უკეთესია ალბათობის შეფასება რეპრეზენტაბელურობის მიხედვით, რადგან როგორც წესი, თუ რამეს ვხედავთ, ეს ასეც არის. მაგალითად, უმეტეს შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც მეგობრულად იქცევიან, ნამდვილად მეგობრულები არიან. მაღალი და გამხდარი სპორტსმენი უფრო კალათბურთელია, ვიდრე ფეხბურთელი, ხოლო სამეცნიერო ჟურნალს უფრო გამოიწერენ მეცნიერული ხარისხის მქონე ადამიანები, ვიდრე ისინი, ვისაც ეს ხარისხი არ აქვთ. მაგრამ სხვა შემთხვევებში რეპრეზენტატულმა სისტემამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, განსაკუთრებით თუ მის გამო უგულებელყოფენ ინფორმაციას აპრიორული ალბათობის შესახებ. რეპრეზენტატულობის ერთ-ერთი მინუსი არის აქცენტის გაკეთება დაბალი აპრიორული ალბათობის მქონე რაღაცაზე. განვიხილოთ მაგალითი. მეტროში ხედავთ ქალს,
რომელიც სამეცნიერო ჟურნალს კითხულობს. რა სიტყვით ამ უცნობზე? რეპრეზენტატულობა იკარნახებთ, რომ თუ ის სამეცნიერო ჟურნალს კითხულობს, ეს ნიშნავს, რომ მას მეცნიერული ხარისხი აქვს. მაგრამ თუ აპრიორულ ალბათობას დავეყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას არ აქვს მეცნიერული ხარისხი, რადგან მეტროში გაცილებით მეტი ადამიანი მგზავრობს მეცნიერული ხარისხის გარეშე, ვიდრე ისინი, ვისაც ის გააჩნია. ზოგი უგულებელყოფს აპრიორულ ალბათობას, რადგან თვლის მას არამნიშვნელოვნად ინდივიდუალური ინფორმაციის არსებობისას. სხვები იმავე შეცდომას უშვებენ, რადგან არ იყვნენ ამოცანაზე საკმარისად კონცენტრირებულნი. მეორე პუნქტი. როგორ ვავარჯიშოთ ინტუიცია? ბაიესის წესი, იგივე ბაიესის თეორემა, არის მათემატიკური ფორმულა, რომელიც გვეხმარება ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ შევცვალოთ და დავაზუსტოთ ჩვენი თავდაპირველი ვარაუდი რაიმე მოვლენის ალბათობის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ლოგიკური აზროვნების წესი, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ უნდა განვაახლოთ ჩვენი რწმენა მტკიცებულებების საფუძველზე. მაგალითად, თუ აპრიორული ალბათობიდან გამომდინარეობს, რომ სტუდენტების 3% კომპიუტერული მეცნიერებებით არის დაკავებული, ხოლო ტომი აღწერილობის მიხედვით 4-ჯერ უფრო სავარაუდოა, რომ სწორად ამას სწავლობს, ვიდრე სხვა მეცნიერებებს, მაშინ ბაიესის ფორმულის მიხედვით უნდა ჩავთვალოთ, რომ ალბათობა იმისა, რომ ტომი კომპიუტერის სპეციალისტია, 11%-ს შეადგენს. ბაიესის ფორმულა წიგნში მითითებული არ არის. თუ დაინტერესდებით, მისი პოვნა ვიკიპედიაში შეგიძლიათ. თავი მე-6. ნაკლები უკეთესია. ჭარბი დეტალების მქონე სცენარები ყველაზე სავარაუდოდ მიიჩნევა. მაგალითად, შემდეგი სცენარიდან, რომელიც ჟღერს მეტად დამაჯერებლად. მომავალ წელს ჩრდილოეთ ამერიკაში მოხდება წყალდიდობა, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება. ან მომავალ წელს კალიფორნიაში მოხდება მიწისძვრა, რომელიც გამოიწვევს წყალდიდობას და 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება. სცენარი მიწისძვრა კალიფორნიაში უფრო დამაჯერებელია, ვიდრე წყალდიდობის სცენარი ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა მისი ალბათურობა უდავოდ დაბალია. ეს იმიტომ ხდება, რომ დამატებითი დეტალების მქონე სცენარები უფრო დამაჯერებელია. პუნქტი 1. ნაკლები უკეთესია. ცდაში მონაწილე პირებს შესთავაზეს შეეფასებინათ ჭურჭლის 2 ნაკრები მაღაზიაში, სადაც მათი ფასი 30-დან $60-მდე მერყეობს. ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდა 3 ჯგუფი. ერთ ჯგუფს აჩვენეს ორივე ნაკრებში შემავალი თებშების მთელი ნუსხა. ამას უწოდეს ერთობლივი შეფასება, რადგან ის 2 ნაკრების შედარების საშუალებას იძლეოდა. დანარჩენ 2 ჯგუფს მხოლოდ თითო ნაკრები აჩვენეს. ამას უწოდეს ცალკეული შეფასება. A ნაკრებში არის ყველა ნივთი B ნაკრებიდან და დამატებით 7 მთელი ნივთი. ანუ A ნაკრები უფრო ძვირი უნდა ღირდეს. ერთობლივი შეფასების ექსპერიმენტის მონაწილეები საშუალოდ მზად იყვნენ გადაიხადათ A ნაკრებში ოდნავ მეტი ვიდრე B ნაკრებში. $32 30-ის წინააღმდეგ. ცალკეული შეფასებისას შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა. B ნაკრები გაცილებით მაღლა შეფასდა A ნაკრებზე. $33 23-ის წინააღმდეგ. A ნაკრებში ნივთების საშუალო ფასი გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე B ნაკრებში, რადგან არავის სურდა გადაეხადა ფული დეფექტიან ჭურჭელში. როდესაც A ნაკრები 16 ნივთით შემცირდა, მისი ფასი გაიზარდა. თავი მე-7. მიზეზი ამარცხებს სტატისტიკას. მოისმინეთ აღწერა და მიეცით ინტუიციური პასუხი შემდეგ კითხვაზე. ღამით ტაქსისტმა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალაქში მუშაობს 2 ტაქსის კომპანია, მწვანე და ლურჯი. თქვენ წარმოგიდგინეს შემდეგი მონაცემები. ქალაქის ტაქსების 85% მწვანე კომპანიისაა, ხოლო 15% ლურჯისაა. მოწმემ ტაქსი ლურჯად ამოიცნო, მაგრამ სასამართლო ექსპერტიზამ შეამოწმა მოწმის მხედველობის სანდოობა ღამის პირობებში და დაასკვნა, რომ მოწმე სწორად ამოიცნობს თითოეულ 2 ფერს 80% შემთხვევაში და არასწორად 20% შემთხვევაში. როგორია ალბათობა იმისა, რომ ტაქსი, რომელმაც დაარტყა, ლურჯი იყო და არა მწვანე? ჩვენ გვაქვს 2 ინფორმაცია: აპრიორული ალბათობა და არც თუ ისე სანდო მოწმის ჩვენებები. მოწმის არარსებობის შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ დამნაშავე ტაქსი ლურჯია 15%-ია. ანუ ეს არის ასეთი შედეგის აპრიორული ალბათობა. ტაქსის კომპანიები თანაბარი ზომის რომ ყოფილიყვნენ, აპრიორული ალბათობა არაინფორმაციული გახდებოდა. ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ მოწმის სანდოობას განხილავდით და მივიდოდით დასკვნამდე, რომ ალბათობა 80%-ს შეადგენს. ინფორმაციის 2 წყაროს გაერთიანება ბაიესის ფორმულით შეიძლება. ანუ სწორი პასუხი ჩვენთან იქნებოდა 40%. თავი მერვე. რეგრესია საშუალოსკენ. კვლევარმა განაცხადა, რომ შედეგების გაუმჯობესებისთვის წახალისება უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე შეცდომების გამო დასჯა. მაგრამ ერთ-ერთმა გამოცდილმა სამხედრო საჰაერო ძალების ინსტრუქტორმა თქვა, რომ თუ ის კურსანტებს ცუდი შესრულებისთვის საყვედურობს, შემდეგ ჯერზე ისინი უკეთესად ასრულებენ დავალებას. ინსტრუქტორი მართალიც იყო და ამავდროულად სრულად არასწორიც. ადგილი ჰქონდა ეფექტს სახელად რეგრესია საშუალოსკენ. ბუნებრივია,
ქებას ისმენდნენ მხოლოდ ისინი, ვინც მანევრებს საშუალოზე ბევრად უკეთ შეასრულებდა, მაგრამ სავარაუდოდ კურსანტს ამ ცდაზე უბრალოდ გაუმართლა და ამგვარად შემდეგიც და უარესი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, შეაქებდნენ თუ არა, ან ყველაფერი იგივე, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. კიდევ ერთი მაგალითი. იატაკზე დახაზეთ წრე, დადექით ზურგით და ჩააგდეთ მასში 2 მონეტა. ჩვეულებრივ, თქვენი ერთ-ერთი ცდა მეორეზე უკეთესი იქნება. ანუ თუ პირველ ჯერზე გაგიმართლათ, აუცილებელი არ არის, რომ მეორე ჯერზეც გამოგივიდეთ. ეს აბსოლუტურად ზუსტად ემთხვევა ზემოთ ნათქვამს. პირველი პუნქტი: ნიჭი და იღბალი. შეგვიძლია შევადგინოთ 2 განტოლება. წარმატება ეს არის ნიჭი პლუს იღბალი, ხოლო დიდი წარმატება ეს არის ცოტა მეტი ნიჭი პლუს ბევრი იღბალი. თუ ეთანხმებით, რომ ნიჭიც და იღბალიც წარმატების ნაწილია, მაშინ დასკვნა იმის შესახებ, რომ მოთამაშეს გაუმართლა, ისეთივე დასაბუთებულია, როგორც დასკვნა მისი ნიჭის შესახებ. ახლა დავუშვათ, რომ იცით გოლფისტების შედეგები პირველ დღეს და გჭირდებათ მათი პროგნოზირება მეორე დღისთვის. თქვენ მოელით, რომ ნიჭის დონე იგივე დარჩება, ხოლო იღბლიანობის პროგნოზირება შეუძლებელია. ამიტომ საუკეთესო ვარიანტია ვივარაუდოთ, რომ ის საშუალო იქნება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოლფისტი, რომელმაც წარმატებით ითამაშა პირველ დღეს, სავარაუდოდ მეორე დღესაც წარმატებით ითამაშებს, მაგრამ არც ისე კარგად, რადგან უჩვეულო იღბალი ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეუნარჩუნდეს. ხოლო გოლფისტი, რომელმაც ითამაშა ცუდად პირველ დღეს, სავარაუდოდ მეორე დღესაც საშუალოზე უარესად ითამაშებს, მაგრამ წინა შედეგებთან შედარებით უკეთესად, რადგან მისი სავარაუდო უიღბლობა უნდა დასრულდეს. მეორე დღის შედეგების საუკეთესო პროგნოზები უფრო მოკრძალებული და საშუალოსთან ახლოსაა, ვიდრე ის შედეგები, რომლებზეც პროგნოზებია დაფუძნებული. სწორედ ამიტომ ასეთ მოდელს რეგრესია საშუალოსკენ ეწოდება. რაც უფრო მაღალია საწყისი მონაცემები, მით უფრო ძლიერია მოსალოდნელი შემცირება. რადგან უკიდურესად კარგი შედეგი ძალიან იღბლიან დღეს გულისხმობს, მაგრამ არა ყოველთვის. არის შემთხვევები, როდესაც მოთამაშეს კიდევ უფრო იღბლიანი დღე უდგება და ის პირველ ჯერზე მეტ ქულას აგროვებს. ან კარგად ნათამაშები პირველ მატჩში მოთამაშე მეორეში უფრო დაძაბული იქნება და ამიტომ უარეს შედეგებს აჩვენებს, ვიდრე მოთამაშე, რომელმაც პირველ მატჩში ცუდად ითამაშა. და რადგან მას ახლა დასაკარგი არაფერი აქვს, ახლა მოდუნებულ მდგომარეობაშია. მეორე პუნქტი: საშუალოსკენ რეგრესიის გააზრება. არსებობს რეგრესიის გაზომვის პრობლემა სხვადასხვა ერთეულებში გამოხატულ სიდიდეებს შორის, მაგალითად, წონასა და პიანინოზე დაკვრის უნარს შორის. წარმოიდგინეთ, რომ დაწყებითი სკოლის ყველა კლასის 100 ბავშვს გაუზომეს წონა და დაკვრის უნარი და დაალაგეს შედეგები თითოეული მაჩვენებლის მაქსიმალურიდან მინიმალურ სიდიდემდე. ახლა დავუშვათ, რომ პიანინოზე დაკვრის წარმატებები მხოლოდ კვირაში მეცადინეობის საათების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ხოლო წონა მხოლოდ მოხმარებული ნაყინის რაოდენობებზე. ამგვარად, ნაყინის ჭამა და კვირაში მუსიკის მეცადინეობის საათების რაოდენობა დამოუკიდებელი სიდიდეებია. მაშინ შეგვიძლია მივიღოთ შემდეგი განტოლება. წონა ეს არის ასაკი პლუს ნაყინის ჭამა, ხოლო პიანინოზე დაკვրա ეს არის ასაკი პლუს კვირაში მეცადინეობის საათების რაოდენობა. აშკარაა, რომ პიანინოზე დაკვრის დონის წონის მიხედვით პროგნოზირების მცდელობისას ან პირიქით გამოჩნდება რეგრესია საშუალოსკენ. მაგალითად, თუ ტომის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის წონის რეიტინგში მე-12-ია, ანუ საშუალოზე ბევრად მაღალი. შეიძლება დავასკვნათ, რომ ტომი სავარაუდოდ საშუალოზე უფროსია და შესაძლოა სხვებზე მეტ ნაყინს მიირთმევს. და თუ ბარბარას შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის პიანინოზე დაკვრის რეიტინგში 95-ია, ანუ ჯგუფში საშუალოზე ბევრად დაბალი. შეიძლება დავასკვნათ, რომ ბარბარა სავარაუდოდ ჯერ კიდევ პატარაა და ალბათ სხვებზე ნაკლებს მეცადინეობს. ნაწილი მესამე: გადაჭარბებული თავდაჯერებულობა. თავი პირველი: გაგების ილუზია. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია გავიგოთ წარსული, მაგრამ ჩვენ ვცდებით, მაგალითად, შევხედოთ კომპანია Google-ს, მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის გიგანტს და აქ ტვინში ავტომატურად ირთვება პრინციპი: თუ რამეს ვხედავთ, ეს ასეც არის. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ Google წამყვან პოზიციებს იკავებს ტექნოლოგიების სფეროში და ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქ ისეთი ბრწყინვალე მმართველები მუშაობენ, რომ კომპანიის განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში ისინი მხოლოდ სწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საქმე მმართველებში კი არა, იღბალშია. მაგალითად, კომპანიის დაარსებიდან 1 წლის შემდეგ მფლობელებს სურდათ მისი გაყიდვა $1,000,000, მაგრამ პოტენციურ მყიდველს ფასი არ მოეწონა. ამ აშკარა იღბალის გააზრების შემდეგ ადვილია შეაფასო უამრავი ბედნიერი შემთხვევითობა, რომელმაც საბოლოოდ კომპანია წარმატებამდე მიიყვანა. ჩვენ არ განვიხილავთ ათასობით სხვა აუხტენელ მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ახალი შედეგის მოტანა, რადგან ჩვენს შეფასებებში არ მივმართავთ იმას, რაც არ შედგა. მაგალითად, ბევრი ავტორი აანალიზებს სხვადასხვა კომპანიებს და
თავიანთ წიგნებში რჩევებს იძლევა მიყვნენ ამავე სტრატეგიებს, რასაც ეს კომპანიები იყენებდნენ, რათა იმავე წარმატებას მიაღწიონ. მაგრამ ყველაფერი, რასაც ამ კომპანიებმა მიაღწიეს, დამოკიდებულია იღბლიანობაზე და არა თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და სტრატეგიებზე, რომლებსაც ისინი იყენებდნენ. ასე რომ, ჟურნალ Fortune-ის კვლევამ აჩვენა, რომ 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში კომპანიებმა, რომლებსაც ყველაზე ცუდი რეიტინგი ჰქონდათ ამ ფირმების სიაში, რომლებითაც მსგავსი ავტორები აღფრთოვანებულები არიან, უფრო მეტ საბირჟო მოგებას მიაღწიეს, ვიდრე მათ, ვინც პირველ ადგილებს იკავებდა. მაჩვენებლებში ასეთი ცხოველობა ზოგის იღბლიანობისა და სხვისი უიღბლობის წყალობით წარმოიშვა. ჩვენ უკვე შევხვედრილ ვართ ამ მოვლენას, რომელსაც რეგრესია საშუალოსკენ ეწოდება. ყველაფერი, რაც მსოფლიოში მოხდა, თავდაპირველი შემთხვევითობით განისაზღვრება. ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. ჩემი რჩევაა, ეს წიგნი მოიძიოთ და სრულად წაიკითხოთ. ძალიან დაგეხმარებათ კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება განვითარებაში. თუ პირველად მოხდით ჩემთან, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს, დაალაიქეთ და დატოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ყველას ვკითხულობ და ვპასუხობ შეძლების დაგვარად. მე კი ახალი, ასევე ძალიან კარგი წიგნის მიმოხილვის გასაკეთებლად წავედი. დროებით.